დედის გვარზე რო იყავით, გაკომპლექსებდათ? კი. შენ არის მამაში. ვინ? ყოველ შემთხვევაში შენ. ვინ? შენ ყველაფერი გწოდნია. რას მოვასწარი, ჰა? ვინ გითხრა? საკუთარი ქალიშვილი პირში მახლეს. შენ ჩემი მამა არ ახარო. თუ შეხვდები რომ დედა შეჭრი თავს. მაგაზე მომივიდა ეზოში ძალიან ჩხუბი, ნაბიჯვარეაო ეს თუ რაღაცა და ვინა ვარ და დიდ ტიპს იქ რო არ მექნა რამე მე ეს სიტყვა იცოდით რას ნიშნავდა იმას? კი, ნუ ხდებოდით და გავიტყიპე მაგრად, იმიტომ რომ მე დავიწყე ეს. დედას ხო არ უსაყვედურეთ რომ ის გვარსად არის? კი, არაერთხელ მეუთხარი კაცო გამაგებინე, ვინ არის ეს, მამუკა რო წამოვიზარდე და სულ მეძახიან ეროსის ბიჭია და ვინ ეროსის ბიჭი ვარ? ეროსი იყო დედაჩემის პირველი ქმარი. პირველ კურსზე ერთად დადიოდნენ, ესე დადიოდნენ, მე ანჯგალაძე. ხოდა ის იმის გამო გძნობდი ძალიან დიდ ყურადღებას, ხა მაგიშვილი არ ვიყავი, მაგრამ ახლობელი იყო ძალიან. ისიც სიკვდილის წინ მაგასთან ვიყავი. მე გავედი, ფეხზე მემყავდა ცოლი და ის დაეცა. ეროსი. და დედას როცა ელაპარაკებოდით მამის შესახებ, იგივე გვართან დაკავშირებით. ღიზიანდებოდა თუ მშვიდად გიხსნიდათ? არა, ღიზიანდებოდა. იმიტომ რომ რამდენჯერ უნდა გითხრა და ერთხელ მომიყვა და მეტყობა სხვადასხვა იმაში რომ გადავდიოდი წყლოვანების იქ თავიდან მიჩნდებოდა ეს კითხვები და ვეკითხებოდი და ღიზიანდებოდა ხშირად. ნუ რა მოგივიდა ზურა რა ჩამაცივდი და გავიარეთ უკვე და ძალიან რთულია იმ პერიოდში. აი ახლა იმიტომ ვეუბნები ჩემ შვილიშვილს რომ ძალიან რთულია 12 წლიდან დედა რო თხოვდება, დედის ქმარს უნდა როგორღაც მიეჩვიო თუ რაღაცა აიტანო ან რა იცი ვინ არის რა არის. აი ძალიან რთულია ბავშვის ცხოვრება, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ცოტა. დედამ გითხრათ როცა თხოვდებოდა? კი. რეაქცია როგორი ჰქონდათ? გააპროტესტეთ? სახლიდან წავედი. გავიკეთე. სადღაც გადავიკარგე. ცხოვრება გროშათაც არ მიღებს, ან როგორ უნდა ვიცხოვრო, როდესაც ღირსება შემილახეს. და დედამ რა თქვა, როდესაც ახვედით სახლიდან? ნუ მეძებდნენ, მე დაუკავშირდი მე იმას, რა ქვია, ბებიას. დეიდებს და ნუ ცოცხალი რო ვარ, იცოდნენ და კიოდნენ რომ მოდის სახლში და რაღაც. და დედა მაინც გათხოვდა. ანუ შეიკავა თავი თუ რაღაცა ზუსტად როდის გათხოვდა, მე მიმალავდნენ ეთყობა, მაგრამ მე მოხდა ისე რომ ერთად მოგვიწია ცხოვრება და სირთულეებიც იყო ძალიან დიდი. და ერთი დიდი სირთულე იყო, ვიცი რომ ფიზიკურადაც გაუსწორდით მამინაცვალს. ერთხელ იყო ხო რაღაცა. რა რის გამო მოხდა? ნუ რაღაცა მოეჩვენა იმას ქუთაისში იყო ეს მედიკო ჯაფარიძე, დედა ჩემი, ტარიელ საყვარელიძე, აშა ტრიპოლსკა, მახსოვს ერთად შედიოდნენ თეატრში და ამას მთრალი იყო ძალიან და მოეჩვენა რომ რაღაც არ ვიცი რა მოეჩვენა და თეატრში ნუ აღჭობდა ქალს და ვერავინ ვერ ეკარებოდა და მოვაძრე იქ რაღაც ესეთი ის იყო გრიმს რო იკეთებენ ნატურები იქ ძველი ესეთი რაღაც თუჯის თუ რაღაცა და ის მორყეული იყო ალბათ თორე იმას რა მოვაძრობდა ხო და ჩაუშვი თავში გაუტეხეთ თავში დედა გაშორდა ამ ფაქტის მერე? იმიტომ რომ ზურა თუ გაპატიებსო და ნუ მე ჩემის ხათრით ვაპატიე. არა, მე გაშორდნენ მაინც. ჩემი მაინც მარტო სული იყო მაინც. ეგრე გამოდის და მარტო ცხოვრობდა საწყად. ეს რა მიგერე? რა მიგერე? ვერ დავიცავი. არ არის. მამაზე მინდა კითხოთ. როგორ გაიცანით? აი რომ კითხე რომ მეუთხარი კაცო ვინ არის ბოლო-ბოლო ხო უნდა ვიცოდე ეს ეროსის ბიჭობა ნუ რაღაც არა ვარ ეს ეროსის შვილი და ეხლა სულ ეროსის ბიჭი არა. აი რო გეფერებაო ძალიან და მე მითხრა რა ავთანდილ პერულეიშვილი ესეთი ნუ ნიბრაჩნი სინ ესე გამოდის. ისე რომ სწორედ ვთქვიათ იმათ ნაბიჯვარზე ეგ არის რა მაგრამ ნუ მე ისე დავახლოვდი ჩემი ძმის დედას დავუახლოვდი და უფრო მეტი ესეთი ჩემი რაღაც
ჩუმი ამბები იცოდა თუ ეს ვიდრე დედაჩემი. ისე მამამ რა გითხრათ, როდესაც ნახეთ პირველად? თურმე ვხედავ და არ ვიცი რომ ეგ არის. ვიზუალურად იცოდით? კი, მაგრამ არ ვიცოდი რომ მამა იყო, თორე ვიცნობდი გადასაღებად თეატრში მსახიობი იყო, თამილარო. და მე ნელ-ნელა რომ გავიცანი უკვე ინსტიტუტამდე, ინსტიტუტში ბიძაშვილი, მამაჩემის მხრიდან ძმისშვილი, დევი მოსკოვში ცხოვრობდა და მივლიდა და რა ვიცი. ძალიან კარგი ოჯახი აღმოჩნდა და განსაკუთრებით მამაჩემის მეუღლე, ანუ ჩემი ძმის დედა. ძმასთან მაინც შეძელით, რომ რეალური ძმობა ქონდა თუ ვერა ეწვა? არა, გადასარევი, რას ამბობ, მთელ ოჯახთან, სანათესაოსთანაც კი იქიდან მხრიდან, კი. არაჩვეულებრივი ხალხი. მამას აპატიეთ, რომ ვერ იყო ცხოვრებაში მამა. მამას აპატიებელი რა ჭირდა კაცო? მაინც მამის გარეშე გაზრდა, რომ ყურადღება არ ქონდათ იმდენ. არა, მე უკვე ყველაფერი ვიცოდი და ეს უნებრივი რაღაც მოხდა და იქ უფრო რთულად იყო საქმე. ნაპა, ჩემი საპატიებელი აფერი ჭირდა. ყველაფერი მინდა გითხრა. აღარც ვიცი ხეირიანად ვინ ახარ, რა კაცი ხარ? აღარ მახსოვ ხარ. ერთხელ მაინც იკითხე უჭირ დულხინ შენ შვილებს, არ იკითხე, არა. ყველაზე მეტად რომ ჭირდებოდი, მაშინ დაითესე. საერთოდ რას გვაჩენდი?